ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი კლუბ ბასიანში განიხილეს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო სექტორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისი პრაიდის წევრები. მათ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონი არ მოსწონთ და ამბობენ, რომ პროტესტი და წინააღმდეგობა გაგრძელდება. ანტი-LGBT კანონთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. აქტიურად რომ მონაწილეოთ წინააღმდეგობაში ხელისუფლების მიმართ. კონკრეტულად გითხარი ზუსტად. კი, წინააღმდეგობასთან დაკავშირებით ვილაპარაკეთ ხელისუფლების ხელისუფლებას როგორ შევეცდებით? საერთოდ ეხლა რა პროტესტებიც მიმდინარეობს, უწყვეტი პროტესტები როგორ განვახორციელოთ? ორგანიზაციები ვართ, რევოლუციას ვაწყობთ. მოქალაქეებს გვაქვს უფლება უბრალოდ ერთმანეთს ვესაუბროთ და უფრო ფართე ჯგუფები შევთანხმდეთ რა არის ის ზიანი, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება გვაყენებს ჩვენ და საქართველოს. ეს იყო ძალიან ბევრი ადამიანი, მრავალფეროვანი ჯგუფი და ჩვენი მიზანი იყო ერთმანეთში საუბარი. ჩუმად იკრიბებიან, მაგრამ მაინც იკრიბებიან საქართველოში ეგრეთ წოდებული თბილისი პრაიდის წარმომადგენლები და ასე შემდგომ, იმიტომ რომ უნდათ რომ არ არსებობდეს არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი და ზოგადად LGBT-სგან და ტრანსგენდერობისგან გადარჩენის კანონი. ეს არის გაუკუღმართებული აზროვნება და ცხოვრება უნდათ რომ საქართველოში დააკანონო. უნდა შევახსენო ყველა იმ საზოგადო მოღვაწეს, რომელიც ამბობს რომ დღეს მხარს უჭერს აი ამ აქციებს, ეს ხალხია ზუსტად. ეს აქცია ითხოვს ზუსტად კაცების დაკანონებას და მეორე ფრონტს საქართველოში. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები დაირღვევა, თუ კი ესეთი კანონი იქნება მიღებული. ჩვენ ვიცავთ ყველა ოჯახს, რომელშიც შეიძლება აი ამ პროპაგანდით გარკვეული ზიანი მიადგეს ბავშვებს, ახალთაობას, ოჯახებს. ჩვენ არ გვინდა ერთსქესიანთა ქორწინება და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ რაღაც ტრადიციას მივყვებით და ეს ტრადიციას თითქოს რაღაც უმნიშვნელო იყოს. ეს ნიშნავს ეროვნული უსაფრთხოების თემის უზრუნველყოფას.